ასტროლოგიური ნიშნები იყოფიან ასევე დონეების მიხედვით, ანუ ზოგადად კლასიფიკაცია ასტროლოგიური ნიშნების არის ძალიან მრავალფეროვანი. შესაბამისად, დონეების მიხედვით ერთ-ერთი კლასიფიკაცია არის. ეს გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ვერძიდან კირჩხიბის ჩათვლით არის ფიზიკური დონე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნიშნები არიან უფრო ორიენტირებული საკუთარ სურვილებზე, საკუთარ მოთხოვნილებებზე. შედარებით უფრო ეგოისტური ნიშნები არიან. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანი უფრო არის საკუთარი სურვილები, საკუთარი მოთხოვნილებები, ის რაც მე მინდა. შემდეგი დონე უკვე ლომიდან მორიელის ჩათვლით არის სოციალური დონე. ამ ნიშნებს უფრო აინტერესებთ, ესე ვთქვათ, სოციუმში ადგილის პოვნა. უნდა თავიანთი გზა გაიკვალონ. და რაც შეეხება მშვილდოსნიდან თევზის ჩათვლით, ეს არის უკვე სულიერი დონე და აქ უკვე ეს ადამიანები უფრო ფიქრობენ, ესე ვთქვათ, უფრო გლობალურ მოვლენებზე, როგორც არის თუნდაც ფილოსოფია, რელიგია, ომები, ეკოლოგია და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ესეთი შედარებით უფრო გლობალური არის მათი ინტერესის თემა. იგივენაირად შეიძლება შევადაროთ თუნდაც ცეცხლის სტიქიაში ვერძის ცეცხლი, ამბობენ რომ ვერძის ცეცხლი ხელს წვავს, იმიტომ რომ ვერძის ცეცხლი არის ინდივიდუალური, მხოლოდ მისთვის არის მომგებიანი, ესე ვთქვათ. სხვებისთვის ვერძის ცეცხლი არ არის მაინც მომგებიანი. შედარებით სხვა არის ლომის ცეცხლი, იქიდან გამომდინარე რომ ლომი უკვე სოციალურ დონეს ეკუთვნის, შესაბამისად ლომის ცეცხლი ყველას ათბობს. ანუ ლომის ცეცხლი არის საზოგადოებისთვისაც, გარემოსთვისაც და მშვილდის ცეცხლი იქიდან გამომდინარე რომ მშვილდი არის სულიერ დონეს მიეკუთვნება მშვილდის ცეცხლი იქნება უკვე როგორც შუქი, როგორც სინათლე სხვებისთვის. იგივენაირად რო განვიხილოთ წყლის სტიქია, აბსოლუტურად იგივე არის კირჩხიბი როგორც ფიზიკური დონის წარმომადგენელი, მისი წყალი არის როგორც ნაკადული, ანუ კირჩხიბის მთავარი, ესე ვთქვათ, აზრი არის საკუთარი თავის გადარჩენა. თვითგადარჩენის ინსტინქტი შესაბამისად მორიელის შემთხვევაში რადგან სოციალური დონეა მორიელის წყალი არის უკვე როგორც მდინარე, იმიტომ რომ მდინარეს ერთადერთი რაც უნდა საკუთარი კალაპოტი ჰქონდეს, ესე ვთქვათ, გზა გაიკვალოს სოციუმში და ჰქონდეს თავისი საკუთარი ადგილი. თევზების შემთხვევაში ეს არის ოკეანე, რადგან მაქსიმალურად სულიერ დონეზე მასშტაბური არის ოკეანე, ესე ვთქვათ, და მსხვერპლად სწირავს საკუთარ თავს სხვების კეთილდღეობისთვის. და ესეთი სიმბოლიზმი აქვს, ესე ვთქვათ, თევზების ოკეანეს.